ევროკავშირმა პროფესიული განათლების და შრომის ბაზრის რეფორმირების მხარდასაჭერი პროექტი დაიწყო. პროექტის ბენეფიციარები განათლების და მეცნიერების და ჯანდაცვის სამინისტროებია. 36 თვის განმავლობაში ევროკავშირის პროექტი ადამიანური რესურსების მართვის კუთხით ტექნიკურ დახმარებას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს. პროექტის გუნდის წევრები 8 საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისაგან დაკომპლექტდა და მისი განხორციელებისათვის 27 მილიონიანი ბიუჯეტია გამოყოფილი. ეს არის საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში გამოყოფილი კომპონენტი უშუალოდ პროფესიული განათლებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფო 27 მილიონ ევროს იღებს როგორც საბიუჯეტო დახმარებას ევროკავშირიდან. ამის ნაწილი არის ეს 2,7 მილიონი евро, რომელიც მიმართული არის პროფესიული განვითარებისთვის, პროფესიული განათლების განვითარებისთვის. ეს არის თავიდან ბოლომდე ტექნიკური დახმარება, რომელსაც გაგვიწევს ევროკავშირი. კარგად გვესმის, რომ საქართველოს მთელი რიგი ეკონომიკური პრობლემები აქვს. ვაფასებთ, რომ ქვეყანა სიტუაციის გასაუმჯობესებლად გარკვეულ რეფორმებს ატარებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს პროფესიული განათლება და მისი კავშირი დასაქმებასთან. ეს პროექტი, რომელიც 27 მილიონიანი პროგრამის ნაწილია, ამ გამოწვევებს ეხმაურება და ქვეყანას სოციალურ და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ეხმარება.